აგონიაში მყოფი რეჟიმი მოქალაქეებს კარდასდევს. მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს, რომელსაც ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ-დაბიში დაესხნენ თავს, ამჯერად თბილისში აღმოჩნდა თავდასხმის სამიზნე. სამი ნიღბიანი პირი გაბიტაშვილს დილის 9 საათზე მაშინ დახვდა, როცა ის ძაღლს ასეირნებდა და მას ფიზიკურად იძალადეს. ვიდეო ლაშამ სოციალურ ქსელში მომხდარიდან მალევე გაავრცელა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ არავის ეშინია ქართული ოცნების ძალადობრივი ტერორის და ის გააგრძელებს მოღალატე რეჟიმის მხილებას. შემთხვევის ადგილზე არის არაერთი კომერციული ობიექტი და 10-ზე მეტი გარე სათვალთვალო კამერა. ნინა მაჩაბელი მუშაობს შემთხვევის ადგილზე და ის გვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. ნინა, დაიწყო თუ არა გამოძიება და რა ხდება ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე? კი, გამოძიება დაწყებულია, გამოძიება მიმდინარეობს, როგორც აქ მყოფი პოლიციელები გვეუბნებიან, ფიზიკური ძალადობის მუხლით და ასევე აღსანიშნავია, რომ უკვე 1 საათია, რაც ამ ტერიტორიაზე შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან აქ ამ კონკრეტულ ლოკაციაზე მდებარე მაღაზიების შიდა სივრცეში, იმისათვის, რომ სათვალთვალო კამერის ჩანაწერები ამოიღონ, სერვერების გარკვეული ნაწილი უკვე წაიღეს გამომძიებლებმა, თუმცა აქ კვლავ რჩებიან ისინი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ობიექტიდან არ არის ჯერ ამოღებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერები. ამ წუთებშიც მიმდინარეობს ბუნებრივია გამოძიება, როგორც გითხარით და ნელ-ნელა უკვე რამდენიმე წუთში უნდა დასრულდეს. როგორც აქ ჩვენ ვატყობთ, გამოვიდა კიდევაც რამდენიმე გამომძიებელი, მე მინდა გაჩვენოთ კადრში, ისინი უკვე ჩასხდებიან მანქანებში და სწავლენ პოლიციის განყოფილებაში. აქ ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ თითოეულ მაღაზიას იცავს პოლიციელები იცავენ, იმიტომ რომ შიგნით არ შევიდეთ ბუნებრივია. რა ჩანს კამერის ჩანაწერებში, ეს ჩვენთვის არის უცნობი, მაგრამ შეუძლებელია, რომ თავდასხმის ეპიზოდი არ ჩანდეს, ან ის თუ როგორ დაესხა თავს ლაშა გაბიტაშვილს სამი ნიღბიანი ადამიანი, რომლებიც ლაშა გაბიტაშვილს აქ დილის 9 საათისთვის დაესხნენ თავს, როდესაც ის ასეირნებდა ძაღლს. ამოღება ხდება ისე, რომ გაჩინების საფუძველზე აუცილებლად, აბა ისე არა, ესე არა. ჩვენს რო რამე გვჭირდება, ყველა იგვეუბნება პოლიციიდან უნდა მოიღოს, ჩვენ უფლება არ გვაქვს. ისე მუშაობთ, ხო? ალბათ, კი, მუშაობთ, რა თქმა უნდა, კი. გამოძიება თუა დაწყებული? კი, რა თქმა უნდა, დაწყებული. რა მუხლით არის დაწყებული? ფიზიკური ძალადობის ფაქტი. კამერების ამოსაღებად მოხდით? ამ დეტალებს ვერ გაცნობებთ, ხა ინტერესები და გამოძიების ინტერესები და გამომდინარე, გვაცადეთ მუშაობთ. კამერების წაშლას ხომ არ აპირებთ? არა, რა თქმა უნდა, ვიწერ. იმიტომ რომ ამის პრეცედენტები გქონია. გვაცადეთ მუშაობა რა. განჩინება თუ გაქვთ კამერების ამოღებასთან დაკავშირებით? ჭირდება მაგასთან დაკავშირებით. მოსამართლის განჩინება? მოდებლით ვირდი. ლაშა გაბიტაშვილი შემდეგ რაც მას თავს დაესხნენ, ჩაწერა ვიდეო, ის გადაყვანილი ამ წუთებში კლინიკაში, ინგოროყვაში იმყოფება უკვე 1 საათზე მეტია, უტარდება შესაბამისი დახმარება, კვლევები ლაშა გაბიტაშვილს თავდასხმის შემდეგ სახეზე აღენიშნებოდა გარკვეული სახის დაზიანებები, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამასთან დაკავშირებით ექიმები ისაუბრეს უკვე და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან სერიოზული არაფერია, მაგრამ სახეზე თავდასხმის კვალი ლაშა გაბიტაშვილს ეთყობა. თავად ლაშა განმარტავს, რომ მას თავს დაესხნენ ქართული ოცნების ტიტუშკები და შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი ინციდენტი უკავშირდება აბუ-დაბიში მომხდარ სკანდალს, როდესაც ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლების დეპუტატები ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა დაესხნენ თავს სასტუმროს სასადილოში ლაშა გაბიტაშვილს. აქ მნიშვნელოვანი დეტალი და გარემოება იყო ის, რომ ირაკლი ზარქუა დაემუქრა აბუ-დაბიში ლაშა გაბიტაშვილს, როდესაც ლაშა ჩამოვიდა თბილისში მას გაუსწორდებოდნენ და როგორც ჩანს, უნდა ვივარაუდოთ, რა თქმა უნდა, რომ დღევანდელი ინციდენტი უკავშირდება სწორედ აბუ-დაბიში დაწყებულ სკანდალს. აგერ ჩამოვედი ბრუნო ჩამოვიყვანა და თავს დამესხა სამი ნიღბიანი. აგერ კამერები არის, ვერავის არ შეაშინეთ რა. ვერავის საერთოდ. დრო არის რომ ახალი არჩევნები ჩაინიშნოს და ის ხალხი ვინც ხეშია ის გამოუშვა. ცემენ მიმარტყავენ მომართ ვის უნდა შეეს არაფერს არ შეშინი ჩვენ აქ ცხოვრობ და ვიცხოვრ და ეგ ხალხი გაიქცევია არ ვიცი ვინ იყვნენ უცებ ძაღლს ვასეინებ ვუყურებდი სამი კაცი მომვარდა ნიღბებით აგერ მაღაზიაში შევედი და მე წავიდნენ რა პოლიციას გამოვიძახეთ ამ ყველაფერს აღწერთ ახლა აჩოც მისცემენ რომ
შემე თუ ჩვენი გავასწორეთ იქ რაც ქნაო სასაც ვარი რომ იმის შემდეგ 3 კაცი უნდა მომუარდეს და დაამარტოს იქ არიყვნენ თუ რამე უნდოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ 10:08 წუთზე შემოყვანილი კრაკატა მამაკაცი, რომლის გამოცემითაც სახედან გამოსვლის დროს თავს დაესხა 3 პირი. მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მის გადმოცემით უტყეს თავში, სახეში, ბუტკეტის არეში. შემოსვლისას ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები პროსტატიტი და ნეიროქირურგის, ტრავმატოლოგის, ყბასახის ქირურგის მიერ. ჩაუტარდა თავის ტვინის პრობოტული ტომოგრაფია, პაციენტს აღენიშნება თავის ტვინის შერყევა, ჩვენს შევთავაზეთ ჰოსპიტალიზაცია, თუმცა აცხადებს უარს და ამბობს, რომ ხელწერების საფუძველზე დატოვებს კლინიკას. რაც შეეხება ლაშა გაბიტაშვილს, როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ის ინგოროყვას კლინიკას სულ ცოტა ხანში დატოვებს, დღის ბოლომდე მას ჩაუტარდა კონკრეტული კვლევები, სახეზეც აღენიშნება ძალადობის კვალი, აქვს დაზიანებები, რაც შეეხება შემთხვევის ადგილს, უკვე 1 საათზე მეტია, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ყოფებიან პერიმეტრზე, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, სერვერების ამოღება, სადაც ინახება კამერის ჩანაწერები, სადაც დიდი ალბათობით ასევე მნიშვნელოვანი ის გარემოება, რომ უნდა ჩანდეს როგორც თავდასხმის, ასევე თავდამსხმელების მიმავლის ფაქტი. 3 ადამიანი დაესხა ლაშა გაბიტაშვილს თავს, ისინი იყვნენ ნიღბებით და არ ჩანს ბუნებრივია, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი მათი სახეები, მაგრამ გარკვეული სახის მტკიცებულება შეიძლება იყოს და გაუმარტივდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მათი იდენტიფიცირება, თუ რა თქმა უნდა მოინდომებენ საგამოძიებო მოქმედებების სრულფასოვნად ჩატარებას და აქვე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საზოგადოებაში არ არსებობს განცდა ამ ხელისუფლების პირობებში მათივე დანაშაულს იძიებდნენ და ის თავდამსხმელები, რომლებიც დღეს ლაშა გაბიტაშვილს დაესხნენ თავს, დაკავებულები იქნებიან.